მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ პროგრამას კომუნიკატორი ჩვენთან სტუმრად არის ბორის ბერგანტი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ანუ EBU-ს ვიცე-პრეზიდენტი მედია ექსპერტი ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველი I introduced you thank you very much for coming first of all I introduced you as an vice president of EBU and also EBU-ს ვიცე-პრეზიდენტის ხარისხში ჩვენ მეგობრისა და მრჩევლის ხარისხში და პირველ რიგში მინდოდა კითხვა დამესვა თქვენთვის EBU is the organization which we hear a lot ორგანიზაცია რომელსაც ძალიან ბევრი გვესმის ევროვიზიასთან მიმართებაში თუმცა გადარწმუნებული არა ვარ რომ მაყურებლებმა ზუსტად იციან EBU რას გულისხმობს და რა მისია აკისრია ევროპულ ორგანიზაციას ჩვენ პროფესიული ნიშნით შექმნილი ორგანიზაცია ვართ საჯარო მაუწყებლებს ვაერთიანებთ მთელი ევროპის მასშტაბით ეს უფრო პარტია ჩვენი მოცვა ვიდრე ევროპული გეოგრაფია ჩვენ ტელეკომუნიკაციებისა და ევროპული მაუწყებლობის ზონა გულისხმობს კონტინენტურ ევროპას ველთაშუა ზღვის აუზს და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონს, იმიტომ რომ ეს გახლავთ ერთი სიხშირე მაუწყებლობის. ჩვენ 75 წევრისგან შევდგებით 55 ქვეყნიდან. ეს გახლავთ უდიდესი კავშირი მაუწყებლების და ასოციაციაც ამავე დროს რეალურად რას ვაწოდით მომხმარებლებს ეს გახლავთ სოლიდარობის მიღწევა წევრებს შორის ერთმანეთს ვეხმარებით როდესაც კი საჭიროება წამოიჭრება და ერთად რას ვახორციელებთ ლობირებას ერთმანეთის იმისთვის რომ საუკეთესო პირობები შევქნათ საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის სხვადასხვა ორგანოებში პოლიტიკურ სხვადასხვა სტრუქტურებში ასევე ვცდილობ დახმარება აღმოჩინოთ ჩვენ წევრებს ტექნოლოგიის სტანდარტიზაციაში რა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ანუ საზღვრის გარეშე კომუნიკაციის მაღალი დონის მისაღწევად ვყიდულობთ ძალიან ბევრ უფლებებს სპორტული გადაცემებისა და სხვა გადაცემების ტრანსლირებისათვის და გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპერაცია ასევე ინფორმაციის გაცვლა რომელიც შეიძლება არ იყოს ფართედ ცნობილი 75 წევრი მოვალეობა და ასევე უფლება გაცვალოს ინფორმაცია ახალი ამბების მონაცემები და ინფორმაცია თუ რამე ხდება საქართველოში ჩვენ მოთხოვნა გვაქვს რომ გაგვიზიაროს ეს მონაცემები ეს ინფორმაცია და ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ასევე შესაბამისი ახალი ამბები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ასევე შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა მოვლენებს ადგილზე დღესდღეობით ძალიან პოპულარულია camera when something is happening and we can follow the events this is მომენტალურად კამერა აღმოსხავს თუ რა ხდება სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენ ეს არის ტელევიზია ჩვენ მზად ვართ ყველგან right now I mean like basically ძალიან აქტიურად იზრდება public media service იცვლება you've been leading საჯარო public broadcaster for many მაუწყებლობის სფერო სერიოზულ ცვლილებებს განიცდის სლოვაკიის what is the main მაუწყებლის ხელმძღვანელი EBU-ს ვიცე-პრეზიდენტი ძირითადად რა ცვლილებებს განიცდის საჯარო მაუწყებლები ეს გახლავთ ტექნოლოგიური მხრივ ეს არის აუდიტორიის ცვლილება ახალი ამბების თქვენ წარმოება მედია იცვლება დღეს დიახ ძალიან აქტიურად ეს არ გახლავთ ხოლმე ტექნოლოგიური მხარე ჩვენ საზოგადოება გვაფინანსებს ზოგიერთ ქვეყნებში სპეციალური მოსაკრებელია ზოგიერთ ქვეყნებში όπως საქართველოა სხვა ქვეყნებში ბიუჯეტიდან ფინანსდება ეს გახლავთ საზოგადოებრივი ფული და მათ აინტერესებთ უფრო და უფრო მეტად თუ როგორ ხარჯავთ ამ თანხებს and we have faced და შესაბამისად ჩვენ სერიოზულ კონკურენციას ვაწყდებით კერძო კომერციულ მაუწყებლების მხრიდან ანუ უნდა ვანახოთ ყველას რისთვის ვარსებობთ რამდენად შესაფერისი ვართ რეალობასთან მიმართებაში როგორ ვაუმჯობესებთ ჩვენ ხარისხს როგორ მივდივართ ინოვაციის გზით ინოვაცია და ხარისხი ჩვენი სავაჭრო ნიშანია და საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლავთ ბრძოლაში ახალ ტექნოლოგიებთან რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ქვია თამაშს ასეთი სახელი ქვია ერთ მხრივ გაგვაჩნია რომ ფართე შესაძლებლობები წამოვიწყოთ მივაწოდოთ ჩვენი კონტენტი მომხმარებელს მეორე მხრივ ინოვაციებზე
ძალიან მორგებული უნდა ვიყოთ. ყოველთვის უნდა დავანახოთ ყველას, რომ ყველაზე უფრო განვითარებული ვარ, წინწაწეული და ყველაზე ახალს ბაზარზე ჩვენ წარმოვაჩენთ და დავამტკიცოთ უნდა რომ აღნიშნული ტექნოლოგიები წარმატებულია და შესაძლებელად გამოიყენება. ეს გახლავთ ძირითადი გამოწვევები ჩვენ წინაშე და თქვენ ალბათ იცით ტელევიზია უკვე აღარ არის ისეთი მოვლენა რომელსაც ეკრანიდან უშუალოდ უყურებს მთელი ოჯახი. ერთად შეკრებილი სხვადასხვა პლატფორმებზე ვართ გასული ტელეფონის, ტაბლეტებით, კომპიუტერების მეშვეობით შესაძლებელია თვალყურის დევნება და ჩვენ გვინდა რომ ვალიდურები აღმოჩნდეთ ამ პროცესში და ეს გახლავთ ის ძირითადი იდეა დოკუმენტისა რომელიც EBU შეიმუშავა 2012 წელს რომელსაც ქვია ხედვა 2020 წელი ეს სადაც წერია რომ ახალი ერა დადგა თუმცა კონკრეტული პასუხები გაწერილი არ არის ძალიან საინტერესო დოკუმენტი გახლავთ მაგრამ მე ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მრავალი მაუწყებელი მაინც დიდად არ გააჩნიათ ხედვა მაუწყებლებს რა მოხდება მომავალში. თქვენ იგივე შეგრძნება გაქვთ? ხედვა 20-20 რომლის ფორმულირება მოხდა და ჩამოყალიბება 2 წლის განმავლობაში ნათელ ხედვას გვთავაზობთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ბაზარზე საუკეთესო და უნდა დავანახოთ ჩვენი შესაბამისობა, რელევანტურობა საზოგადოებებში. თუ ჩვენ არ ჩაგთვლიან ყველაზე უფრო სანდო და ყველაზე უფრო შესაფერის მასმედიის მიმართულებას ჩათვალეთ, რომ ჩვენი მისია შეუსრულებელია, ყველაფერი შეიძლება სხვა გაკეთდეს კომერციული და ფასიანი კერძო კომპანიების მიერ. ჩვენ პროგრამებს იმისთვის არ ვქნით, რომ შემოსავალი მივიღოთ, ჩვენ ვაკეთებთ ამას იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი მისიის მოთხოვნები, დავაკმაყოფილოთ მოქალაქეების მოთხოვნები, თუ ისინი აი ამ ეს გზნობა არ გააჩნიათ, ჩვენ უნდა დავივიწყოთ ყველაფერი. ეს გახლავთ მედლის ერთი მხარე, მეორე ტექნოლოგიური თვალსაზრისით თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ. წინსვლა იმდენად სწრაფია, რომ ხვალ ვერი წინას არ მეტყვი 4-5 წლის შემდეგ რა იქნება ბაზარზე. ნაუშად ტელევიზიაში იქნება 4-8 ტექნოლოგიები ფართე ეკრანები, როგორ გამოვიყენებთ ამ კონტენტის თვალსაზრისით, ზოგიერთ ტელევიზიებს სტანდარტებით არის შეზღუდული და ყოველდღიური ბრძოლა მიდის, როგორ შევასრულოთ ჩვენი მისია და როგორ გამოვიყენოთ მოქალაქეების ინტერესებისთვის. თქვენ თუ გაგაჩნიათ ეს შეგრძნება, რომ ჩვენ გავედით იმ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლები ევროპაში კონტენტის ფორმის თვალსაზრისით უფრო ახლოს აღმოჩნდნენ კომერციულ ფორმატთან. თავისებური ბიძგი მიეცათ, რომ ახლოს იმუშაონ კომერციულ ფორმატებთან. თქვენი აზრით, ტექნოლოგია აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებრივ მაუწყებლებს შეასრულონ თავიანთი მისია, იმიტომ რომ არსებობს ინტერაქტიულობის შესაძლებლობა, ასევე ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მომენტალურად დაუკავშირდეთ მაყურებელს პირდაპირ ეთერში. ანუ ჩვენ მისიას თუ ვასრულებთ ისევ აი თვალსაზრისით ამ კუთხით საზოგადოებრივ მაუწყებლების სფეროში 25 წელია ევროპაში აი გაორების შეგრძნება გვაქვს. ანუ ახლოს უნდა ვიყოთ საზოგადოებასთან და ამავე პერიოდში აღმოჩნდით ახლოს კომერციულ მაუწყებლებთან. აი 25 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებლებმა მთელი რიგი შეცდომები დაუშვეს. პოპულარობის მოპოვება სურდათ, კომერციული ფორმატების გადმოღება ხდებოდა, კოპირება და ამას მაინც დიდად ხარისხიანი შედეგები არ მოიტანა. ანუ ხარისხი რეალურად დაიცა პროგრამების. ჩვენ უნდა აღვადგინოთ საკუთარი სახე, საკუთარი სავაჭრო ნიშნის ღირსება, რაც განსხვავდება კომერციულისგან. დიახ, ჩვენ უნდა აგვაჩეს გასართობი პროგრამები, დრამატული გადაცემები, მაგრამ მაღალი ხარისხის უნდა გახდეთ. და რომელიც უნდა ვაწარმოოთ და არ დაგავიწყდეთ. ეს გახლავთ ეროვნული მაუწყებელი, ჩვენი იდენტურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ საზოგადოებრივ საქართველოს საზმაუწყებელს შეუძლია შეინარჩუნოს თავის თვითყოფადობა. ეს არ არის კომერციულის მოვალეობა, კომერციული მაუწყებლის. და ამ თვალსაზრისით შემოქმედებითი მიდგომის მაღალი დონე ძალიან მნიშვნელოვანია. ინოვაციური მიდგომები აღნიშნულს
აღნიშნული გახლავთ ბაზა საზმაუწყებლის ინოვაცია, ხარისხი, ინტერაქტიულისკენ მისწრაფება მოქალაქეებთან. თქვენი პროგრამა გახლავთ ამის საკმაოდ კარგი დადასტურება, ესეთი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ საზმაუწყებლებთან. იმიტომ რომ ჩვენ ასევე უნდა გავააქტიუროთ ჩვენ მოქალაქეებში აქტიური მოქალაქის პოზიცია და ეს არ არის ის პიროვნება, რომ პასიურად ზის და რაღაცას უყურებს. აქტიურად ერევა აქტიური მოქალაქე. და ეს ტექნოლოგიები გვაძლევს ამ საშუალებას, უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. თქვენ აკვირდებოდით საზმაუწყებლის განვითარებას საქართველოში უკვე რამდენიმე წელი. თქვენი აზრით, ჩვენ გახსნილები ვართ და ვაცხადებთ, რომ საზოგადო მაუწყებელი კრიზისში გახლავთ და ესაჭიროა მთელი რიგი ცვლილებები და რეფორმები. თქვენი აზრით, რა ძირითადი პრობლემა უნდა მოგვარდეს დღეს საქართველოში? გულახდილად რო ვილაპარაკო და ჩვენ პროფესიონალები ვართ და ასეც უნდა მოიქცეთ. ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ აუდიტორიის რეიტინგი. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ შესაბამისი მაუწყებელი, რელევანტური თუ კრიტიკული მასა გიყურებთ აუდიტორიის. რა თქმა უნდა, ამას რეცეპტივით ვერ გამოვიწერთ, მაგრამ ყველა ნიშურ მიმართულებით პროგრამებისთვის უნდა იყოს თავისებურად პროგნოზირებადი აუდიტორიის რეიტინგი და ალბათ საქართველოში 10% იქნებოდა ესეთი მაჩვენებელი შესაბამისი და არა ეხლა როგორც გახლავთ. ეს გახლავთ პირველი პრობლემა. მეორე, კვლავ და კვლავ არსებობს წინაპირობები and that is sustainable financing. This should be established. It's much better. მაღალი დონის საზმაუწყებლები, ეს არის მიმული დაფინანსებასთან, უკეთესია რა თქმა უნდა, ვიდრე წარსულში ქონდა მას ადგილი. მთავრობა რეაგირებს შესაბამისად, ყურადღებას აქცევს, მაგრამ კვლავ მდგრადობა, ფინანსური მდგრადობა ნიშნავს ხანგრძლივ პერსპექტივას დაფინანსების კუთხით, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ ცნობილი პროდიუსერი ბრძანდებით, წარმატებული სატელევიზიო წამყვანი, მაგრამ დრამატული პროგრამების წარმოჩენა გსურთ, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი უნდა გაგაჩნდეთ ეს მიმართულება. დრამას დღეს და ხვალ ვერ შექმნი. 3, 4, 6 ერთწლიანი პროექტებია და ამისთვის საჭიროა უწყვეტი დაფინანსების შესაძლებლობები. და თქვენ დაასრულეთ გარდამავალი პროცესი სახელმწიფოდან საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ, მაგრამ შიგნით ორგანიზაციაში მოდერნიზაციის თვალსაზრისით კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი უახლოეს მომავალში, მაგრამ სწორი გზით მოძრაობთ. მე პირველად როცა ჩამოვედი, მახსენდება თქვენ ისედაც გიცნობდნენ მაღალი დონის დოკუმენტური ფილმებისთვის და ასე შემდეგ. ყოველთვის თვითყოფადობას ინარჩუნებდით პირველი არხის თვალსაზრისით. და ეს გახლავთ პაკეტი, რომელიც უნდა დაასრულდეს, უნდა შეიკრას იმისთვის, რომ ესე ვიტყოდი, რეალურად ხანგრძლივი პერსპექტივით წარმატებული მომავალი გესახებოდა. თქვენ ბევრს მუშაობთ, დაასრულეს სტრატეგიული კვლევები, ახალი ორგანიგრამა შეიქმნება თქვენ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ყოველივე საჭირო გახლავთ ხანგრძლივი ყოფნისთვის და გაკიდვების მაღალი დონისთვის ბაზარზე. თქვენ იცით, რომ მაყურებლები ძალიან კრიტიკული მასა მომენტალურად ხედავენ, რომ ცვლილებები ხდება. ამასაც ხვდებიან, რომ ყველა ცვლილებას ვერ განახორციელებთ ერთ დღეში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სიგნალი. და ერთ-ერთი პროგრამა, ჩვენი პროგრამის ერთი დამადასტურებელია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებელი უკვე დიდი ხანია ელოდება ამას და ეს ნაბიჯი სწრაფად უნდა გადაიდგეს ჩემი აზრით, მაგრამ უბრუნდებით რა ევროპულ მაუწყებელთა კავშირს.
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს EBU-ს წევრობამ. მრავალი კუთხით ჩვენ ახლა ვართ პროფესიული ნიშნით შექმნილი ორგანიზაცია. ჩვენი წევრები გამოცდილება გააჩნიათ ახალ ტექნოლოგიებში, წარმოებაში, კონტენტის, ესე ვთქვათ, სპორტული პროგრამების ტრანსლაციაში, მათ ჩაწერის საკითხში not only buying and დაუშვათ selling but also კონტენტის თანაწარმოებაში არა მხოლოდ გაყიდვით არამედ ერთიანი ინვესტირებით დამატებითი ღირებულების შექმნით ანუ მთელი რიგი სფეროებია სადაც ჩვენ შეგვიძლია დაგიხმაროთ და თქვენ პირიქით სხვა წევრებს გაუწიოთ დახმარება რომ თქვენ საკუთარი გამოცდილება გაქვთ დაგროვილი და ყველა მივესალმებით მეორე მხრივ ერთად უფრო ძლიერები ვარ და იმისთვის რომ მაღალი დონის მაუწყებლობა ხორციელდებოდეს რომელსაც მთელი რიგი მტრები ყავს კომერციული, პოლიტიკური ასპარეზი და ეკონომიკური სფეროდან ყველას თავისი ინტერესები ამოძრავებს მაგრამ ჩვენ უნდა კონტენტის დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ და ასეთის გახლავთ და როდესაც აუდიტორია აღმოაჩენს ამას დამერწმუნეთ მადლიერი იქნება და საქართველოს გამოცდილება შეიძლება ასევე კავკასიის ფართე მასშტაბით კარიბის რეგიონში გამოიყენოთ თქვენ ქვეყანა ბრძანდებით რომ ისტორიულად ხიდის როლს თამაშობდა და დარწმუნებული ვარ იგივეს განახორციელებ და მე ვფიქრობ რომ ძალისხმევის გარეშე შედეგებს ვერ მივიღებთ მაგრამ ძალისხმევა მცდელობა პლუს ჩვენი წევრების გამოცდილება უფრო წარმატებული იქნება ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბორის და დარწმუნებული ვარ შემდეგი ეტაპზე ჩვენი რეფორმების კიდევ ძალიან დიდი